თუ ეძებთ ქათმის ძეხვისა ან ვიჩინის მარტივ და ჯანსაღ ალტერნატივას, სახლში მომზადებული ქათმის ბუჟენინა საუკეთესო არჩევანია. მთავარია, ქათა მიიღოს ნოსტე. დაგჭირდება დაახლოებით 2 კილო ქათმის ფილე, რომელსაც მოვათავსებთ მარინადში. მარინადს კი მოვამზადებთ შემდეგნაირად: 2 სუფრის kovzi მარილი და 1 ჩაის kovzi შაქარი. აქვე ვამატებთ 1 ჩაის kovzi ნივრის ფხვნილს, მე ვიყენებ ქინძს და მშრალ აჯიკას. ეს ყველაფერი კარგად რომ გაიხსნას, ვამატებთ 200 გრამ ადუღებულ წყალს და ვამატებთ 800 გრამ ცივ-წყალს. შემდეგ კი ამ მარინადში მოვათავსებთ ქათმის ფილეს, რომელსაც ცოტა აქა-იქ დავჩხვლიტავთ ხის ჩხირით და მოვათავსებთ მაცივარში მინიმუმ 6-8 საათით. შეგვიძლია გადავიდეთ ცხობის პროცესზე. ამისთვის კი პირველ რიგში კარგად უნდა გავამშრალოთ ქათმის ფილე ყველა მხრიდან და კარგად გავკვანძოთ. უნდა მივიღოთ დაახლოებით აი ასეთი ფორმა. გადასასმელად კი დაგჭირდება ზეითუნის ზეთი, რომელსაც შევკმაზავთ ჩვენთვის სასურველი სუნელებით. ახლა კი შევახვიოთ კარგად მჭიდროდ ჯერ პერგამენტის ქაღალდში, შემდეგ კი ფოლგაში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში. და ისიც, მოდით გავხსნათ. ნაზი, წვნიანი, არომატული და რაც მთავარია, ზუსტად იცით რა სჭამთ. იდეალურია საუზმის სენდვიჩებისთვის, სალათებისთვის ან უბრალოდ წასახემსებლად მდოგვთან ერთად. ასე რომ